გამოდის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრუქტურის შესამუშავებლად ყოფილა თანმიმდევრობა. მოდით განვიხილოთ ბავშვის მაგალითი. ხომ პირობითად არის 2 წლის ბავშვი და ვასწავლეთ სახლში, როდესაც შემოდის, აუცილებლად გაიხატოს პირობითად ფეხზე და შევიდა შემდგომში დაიბანოს ხელები. ერთხელ თქმით, აღნიშნული რას ვერ გაკეთდება. ერთხელ ვეუბნებით და შემდგომში აღნიშნულს ვაჩვევთ მუდმივად. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ პირობითად სტრატეგიას ან ასე შემდეგ, ერთი არის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ რა არის იმ ნაბიჯების თანმიმდევრულობა, რაც ყოველდღიურობაში უნდა გაკეთდეს. და ადამიანების უმეტესობაც თუ კი რაღაც კონკრეტულ შედეგს ვერ აღწევს რუსა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ადრეანებდა და ძალიან ადრე არის აბსოლუტურად იქამდე, სანამ საბოლოო შედეგამდე არ მივალთ. ეს თანმიმდევრობის ჯაჭვი არის სტრუქტურის შემადგენელი უმთავრესი ელემენტი. პირველ რიგში ჩვენ საკუთარ თავსაც მუდმივად უნდა გავუმეოროთ სტრუქტურა. თუ კი ჩვენ არ ვხსნით თანმიმდევრულობის და სტრუქტურულობის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ გაიგებს და შეიძლება ეს უბრალოდ ახირებაც კი ეგონოს პიროვნების თუ ბიზნეს სტრატეგიის თუ ასე შემდეგ. თანმიმდევრულობა არის ამოსავალი წერტილი, ერთხელ და ორჯერ გაკეთებით სტრუქტურა ფიზიკურად ვერ გადავა ჩვევაში, ხოლო როდესაც ჩვევაში გადავიყვანთ ჩვენი ყოველდღიურობით სტრუქტურას, ამის შემდგომ არის უკვე ძალიან მარტივი, რომ ჩვენ დავაკავშიროთ პიროვნული სტრუქტურირება და თანმიმდევრულობა ჩვენს ბიზნეს სტრუქტურირებასა და თანმიმდევრულობას. თუ კი აღნიშნული მიზანი არ არის ძალიან მწველი, მაშინ ჩავთვალოთ, რომ შეიძლება ბევრჯერ შეგვეცვალოს ჩვენი სტრუქტურა პროცესში და ამ შემთხვევაში პირიქით ბევრად უფრო ქაოტური იქნება ეს კონკრეტული ადამიანისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს რაღაც უნდა იმის გამო, რომ ან ძალიან შემოსავლიანია. ბიზნესში ძალიან ხშირად მაქვს მე ამის შემთხვევები, იმიტომ რომ ბიზნესი უნდათ იმისათვის, რომ მოვიდეს პირობითად დიდი ფული. ბიზნესში ფული მოდის მხოლოდ მას შემდგომ, რაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც მთელი გულით და სულით უყვარს. და ადამიანი მხოლოდ მაშინ აკეთებს იმას, რაც მას მთელი სულით და გულით უყვარს, როდესაც ბოლომდე იცის საწყისი ეტაპიდან თანმიმდევრულად რა ნაბიჯები უნდა გაიაროს, რათა იმ კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს.